ნახეთ რა ეს ქალი იუნკევიჩიანი ამის გვარი აი რატო უნდა ვიცოდე ვაფშე მითხარი რა აი ვინ ჩემი ფეხებია ეს ქალი მითხარი რა საქართველოს რო თან განცხადებებს აკეთებს რომ და და როგორ განიცდის თურმე საქართველოს თავის განცხადებას და თავის შეხედულებას ვინ ეკითხება ამ თავის შეხედულებას 500 კაცი ეკითხება რუსთაველზე ვინც დგას ნუ ვიშლები მაგაზე იმიტომ რომ უკრაინის დღეში უნდა ჩაგაგდონ და მოლდოვის ეხლა ვეღარ ჩაგო მოიწყო ახლა ეს უკვე ხო და არა ჩალიჩობენ მაინც ჩალიჩობენ ხო ხედა როგორ ეს ჩალიჩობენ აბა როგორ აწვებიან თავით ხებით როგორ ვაწვებიან ვერ ხედა აბა აი გაუშვით მაშინ აი რას იძახის ეს იუნკევიჩიანი თუ რა გვარია ეს რასა იუკნევიჩიანის სკანდალური აღიარება ევროპარლამენტარმა დაადასტურა ის, რასაც ქართული ოცნება 2022 წლიდან ლაპარაკობს. იუკნევიჩიანემ თქვა, რომ უკრაინის ომის გამო დაიწყო გაფართოებაზე საუბარი და მანამდე არ არსებობდა პოლიტიკური ნება. იუკნევიჩიანე მითითებებსაც აძლევს ქართულ ხალხს და საქართველოში ხელისუფლების ცვლილებაზე ლაპარაკობს. 2022 წლის ფართომასშტაბიან ომამდე არავინ საუბრობდა გაფართოებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის, არ არსებობდა ამის პოლიტიკური ნება. ახლა უკრაინელების გამო ეს ფანჯარა გაიღო მოლდოვისთვის, საქართველოსთვის და ასევე დასავლეთ ბალკანეთისათვის. თუ ქართველი ხალხი დანებდება, ევროკავშირში არავინ გააკეთებს მათ საქმეს. რა მოხდა უნგრეთში? ხელისუფლებაში ყოფნის 16 წლის შემდეგ ორბანმა წააგო. ჩემი სურვილი და იმედია, ქართველი ხალხი შეძლებს საკუთარი თავის ისე ორგანიზებას, როგორც ეს უნგრელებმა გააკეთეს. იუკნევიჩიანი. სადაურია ეს რომელი ქვეყნიდან არის? მე არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. რაღაცა პრიბალტია მე მგონი რა. მე მგონი პრიბალტია რა. აი ამ პრიბალტიბე წვინი წაიღეს რა. ხო, ბოროტიპები არის, ბოროტიჩი ტიპი არიან ჩვენ. გაუშვირთი ამის კომენტარები რა. ვერაგისრულე, რასაც დაკვირდი, ვერაგისრულებს ოპოზიცია. მანამდე არებერი ჭამო. დურნაე ჟენშინა. ეგ არის რა, არც უნდა მეტი ამას. ამათ არც არაფერი არ უნდა. აფერი კომენტარი უნდა გამოვიტანო, ჩაიხედეთ თქვენ თვითონ და ნახავთ რა კომენტარებში, ვაფშე რა დღეში ხარ და სად ყავხართ ქართულ ხალხი, იმას სანაგვეზე ყავხართ მოსროლილები რა. აი ეს ხებით რო ვაწვევით ყველაფერს რა. აზრი არ აქვს. აზრი არ აქვს, აზრი. შემდეგი რა გვაქვს? სანჩეს ამორი, ხო? ხო, რომელიც ისევ და ისევ საქართველოს დაკარგულ შანსებზე ლაპარაკობს და გაიგონა მათმა, რომ საქართველო არაფერს არ კარგავს. შანსს საქართველოსთან თალაგებისას კარგავენ ისინი. დაკარგულ არა, რა არის? ამით გუნდათ რომ თითქოს ფიქრობენ, რომ ეხა ამას ვიტყვი, რომ დაკარგულ შანსებზე და ისინი ავარდებიან. ქართველები ავარდებიან, როგორ დაგვაკარგინეს ევროპასთან შანსები. და ატყდება მუხტი და რაღაც ნაწილი ხო ავარდნილია მართლა ეხა ამაზე. იყო, პატარა ნაწილზე ვიძახი ეხა ხო? 50 კაცი დადის კი აქცია. ეგ 50 ხო ავარდნილია. რაც არის ეხა რა. ის 50 გადასახური და შემოსაღობია. თუ იმას რო იძახია, რომ შანსებს კარგავს, ქართველებო შანსებს კარგავს. ჩვენ კარგავთ, შენ ხო არ კარგა, წადი რა, შენ საქმეს მიხედე რა. აუ, რა კაცია ყოფილა თან ეს ნახე რა. ვის ვიღაცას გავს? გავს, კი. ვის გავს ეს რა? გრინჩს. ხო, გრინჩს გავს. გრინჩს გავს. საქართველოს კარგავს შანსს შემოუერთდეს ამ კლუბს. ევროკავშირის ჩვენ ვართ გარანტია დემოკრატიული უფლებების, მაგალითად იგივე უნგრელი ხალხის საქართველოს კარგავს დემოკრატიის გარანტიას. ამბობს ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩესი. ამორე მიო ოსოლავე როგორია გამოცემა ევროპასთან საუბრის. ევროპასთან მიუცია, ხედავ შე გამოცემა ევროპასთან. მეტი სხვა საქმე და სადარდებელი საფიქრალი და სალაპარაკო რო არა. კი, გაუშვია კომენტარები ამისი რას უწერენ. თქვენ დემოკრატია არ გაიშოს ნაჩობატონო მაგარია. შენ განერიულებს საინტერესოა საქართველოს, მაგრამ როცა თვითონ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა საერთოდ ვერ ხედავს სანერიულოს და არ გვაინტერესებს ევრობიოკრატიასთან ურთიერთობა, სანამ ნამდვილ დემოკრატიას არ ჩამოაყალიბებედო რა. სადღაც შედიხარ, დაიმახსოვრეთ, გიწესებენ ვალდებულებებს. მათ დაკრულზე უნდა იარო. როგორც უკრაინა შეიყვანეთ და გააბრწყინეთ. გაასხით უკაცი ხარ. უფრო პირიქით ერთი თქვენიც.
ამათმა ტვინი ხო წაიღეს რა თავიანთი ფანტაზიით ღმერთმა დაგვიფაროს თქვენთან ერთობა ფუიეშმაკს ყველაზე მდიდარი მშვიდობიანი და ადამიანზე მორგებული გაერთიანებაა ჩვენი ქვეყნის მტრება და მოღალატეება მოგვისმეს ეს შანსი აი ვიღაც გამოხტა ანდროძნელაძე გამოხტა შანსი მოუკლეს ანდროს შანსი აღარ აქვს ევროპაში მივიდეს ხოსე იგნასიო ნაჩო სანჩეს ამორი თავარი სად ნახულობენ წვრილკალიბრიან ევროპარლამენტარებს როგორ ყლაპა მასამ ეს ევროკავშირში შესვლა ბრიყვები ხართ რა სომხეთს რო ააშენებს ევროკავშირი მე დაგვიზახეთ ეს გოჩა ჩატურია აი კარტელებო რა ოქროები ხართ ყველაფრის აზე როგორ ახართ ოქროთ რა ეს შემთხვევით ხო არ ხდება აი რამდენი ქვეყანა დააგოიმეს აი რამდენი ხო მოლდოვა დაგოიმებულია უკრაინა დაგოიმებულია სომხეთი დაგოიმებულია ყველა დაგოიმდა მე დაგოიმებ კარტელებს და გიჟებს ეხეთქებია ეხა ჯერ კიდე როდის იყო ნათქვამი ხო აღა დიდი ხანი კარგია თუ იქნებ სკვაზნიაკია და გავსვიდებით ხო არა ჯერ ეს ერთი და მეორე გენეტიკურად ვერ დააგოიმებ ქართელს რა რაც არ უნდა იქით დაგაგოიმებს რა შენ რომ დაგოიმებას დაუწყებ აი ეს იქიდან ქვემოდან დაგაგოიმებს რა ეს ერთი გიდო მეორეც ერთი ეხა ძალიან მარტივად გეუბნები რა ანუ ყველა კრიტერიუმით აბსოლუტურად შეხედე ძალიან მარტივია ხო მოცემულობა ქართველი არის მანდიდან გამომდინარე მშელობს ყველა კრიტერიუმის მიხედვით ვუსწრებთ ჩამოთვლილ ქვეყნებს ხო რომლებიც ვითომ და დაუახლოვდნენ ამას და ვითომ და ინტეგრირდნენ ვერ ინტეგრირდებიან ეგენი აბერასოდეს დანგრეული ბიუჯეტით დანგრეული ქალაქებით ესეთი მდგომარეობა გასნია სომხები რის ინტეგრირდებიან რა ჩვენ წუდები ვართ ანუ წარმოიდგინე როდესაც ყველა სტატისტიკაში უსწრებთ რა აბსოლუტურად ყველგან სომხებს რო გააფწყინებთ მე დაგვიძახეთო ძალიან კომენტარი მაგას ქართული ხალხი რა შემდეგი რა გვაქვს ლიზა შემდეგი გვაქვს ტრამპი ბალისტიკურ რაკეტებს რო დაიწყო ხო ლაპარაკი ირანს უნდა კონდესო რა მოხდაო მე კონდესო თუ სხვა ქვეყნებს აქვს ბალისტიკური რაკეტები ცოტა უსამართლოა რომ ირანს საერთოდ არ კონდესო ვინმე ძალიან მაგარია ვაი აი ამ ყველაფერს ზემოდან რო უყურებ პროსტო აი ყოზე აი თელ სიტუაციას აქაურს იქაურს აი რა განცხადებებსაც აკეთებენ გაგიჟდა ხალხითო იმიტომ დაარტყა რომ იარაღი არ უნდა კონდესო და ეხლა ის კონდეს რა მოხდაო ძალიან მაგარია თო მე მგონი ეს სასაკეთებს იცი აი თავისი რომ უნდა გაიტანოს უბრალოდ თავისას რომ გაიტანს მე ნუ კაი ჯანდაბას არა ხო თავისი ვერ გააქვს და ნელ-ნელა ზადნავს გაიგე თავიდან ხო იზახდა რომ იარაღი და უნდა გამოვიტანო და არავითარ შემთხვევაში არც ჩინეთში არც რუსეთში არ გადი ჩვენ უნდა წამოვიღოთ და გავანადგუროთ რაღაც ეხა ითხრეს კონდესო რა მოხდა გამოსვლა უნდა იმ ჯოჯოხეთიდან და ნელ-ნელა გონია რომ გამოდის რა ეგეთი განცხადებები